მოგესალმებით, საქმის კურსი იწყებს პირდაპირ ეთერში მუშაობას ბიზნესსა და ეკონომიკაში მიმდინარე სიახლეებს მე ჟურნალისტი ელენე გოგბერაშვილი გაგაცნობთ. სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად მთავრობამ ჯამში 700 მილიონ ლარზე მეტი დაზოგა. ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ მთავრობის ხდომაზე განაცხადა, რომელიც სამთვიანი პაუზის შემდეგ გაიმართა. პრემიერი ამბობს, რომ ოპტიმიზაცია ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ არსებულ სახელმწიფო საწარმოებში განხორციელდა და მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში მოქმედ სახელმწიფო კომპანიებში საკადრო ოპტიმიზაციის გზით 22.6 მილიონი ლარის მობილიზება განხორციელდა. მთლიანობაში გამოთავისუფლებული თანხები ისევ ეკონომიკაში ჩაბრუნდება. ჩამური დანაზოგი შეადგენს 700 მილიონ ლარზე მეტს სახელმწიფო საწარმოებშია საუბარი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებიც განვახორციელებთ პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო საწარმოს, თითქმის ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი შეიცვალნენ ასევე ამ საწარმოების კურატორები და ამ ყველაფერმა მოგვცა საბოლოო ჯამში ცვლილებების განხორციელების საშუალება ენერგეტიკის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საწარმოების კადრების ოპტიმიზაციის შედეგად ჩვენ მივიღეთ წლიურ ჭრილში 22.6 მილიონი ლარის დანაზოგი, რაც დამეთანხმებით არის შთამბეჭდავის შედეგი. რაც შეეხება სხვა ხარჯების ოპტიმიზაციას, აქ საუბარია ტენდერებზე, მომსახურების ხარჯების შემცირებას და ამ შემდეგ, ამ ნაწილში ჩამორმა დანაზოგმა შეადგინა 358.6 მილიონი ლარი. აქედან ჩანს, რომ სწორი კადრებით და სწორი მიდგომით შესაძლებელია ხარჯეფექტიანობის თვისებრივად გაუმჯობესება. თქვენ წარმოედგინეთ, ეს თანხები, ეს არის წლიურ ჭრილში დანაზოგი, ეს თანხები ჩაბრუნდება ეკონომიკაში, რეალურად მოხმარდება ეკონომიკას. ირაკლი კობახიძის განცხადებით თანხები დაიზოგა სახელმწიფო სტრუქტურებში საკადრო ოპტიმიზაციისა და სხვა ხარჯების შემცირებითაც. მაგალითად, საგარეო უწყებაში 2.6 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა. თავდაცვის სამინისტროში კი 6 მილიონ ლარზე მეტი. ასევე გაუქმდა მრჩევლის ანაზღაურებადი თანამდებობაც, რაც კობახიძის თქმით გამოიყენებოდა იმისთვის, რომ გარკვეულ პირებს მცირე დატვირთვის სანაცვლოდ მაღალი ანაზღაურება მიეღოთ. ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ ამ გზით მრავალი მილიონის მობილიზება განხორციელდა. რეორგანიზაცია განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და აქაც წლის ჭრილში დაიზოგა ჯამურად 2.651.000 ლარი, რაც არის ასევე შთამბეჭდავის შედეგი მთლიანი სახელმწიფო ფონდის გათვალისწინებით. თავდაცვის სამინისტროში განხორციელდა ასევე რეორგანიზაცია, ოპტიმიზაცია და აქ დანაზოგმა შეადგინა 6.463.000 ლარი, აქაც დამეთანხმებით, რომ შთამბეჭდავი შედეგია. ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად ჯამურად დაიზოგა 2 მილიონი ლარი. ასევე თქვენ მოგეხსენებათ, ჩვენი ინიციატივით ყველა სახელმწიფო უწყებაში და სახელმწიფო საწარმოში გაუქმდა მრჩევლის ანაზღაურებადი თანამდებობა. ეს თანამდებობა გამოიყენებოდა იმისათვის, რომ კონკრეტულ ადამიანებს და არც მცირე იყო მათი რაოდენობა, მიიღოთ მაღალი ხელფასი მცირე დატვირთვის სანაცვლოდ, რაც არ არის ისაღები პრაქტიკა, შესაბამისად ამ პრაქტიკას ჩვენ უპასუხეთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით და მარტო ამ კანონის ამოქმედებამ ჩვენ მოგვცა სახელმწიფო უწყებებში, მთლიანობაში და საწარმოებში მრავალი მილიონი ლარის დაზოგვის საშუალება. მთავრობის ადმინისტრაციაში გაკეთებული განცხადებების ეკონომიკური აქცენტებით BMG-ს მთავარი რედაქტორი თელარა გელანტია შემოგვიერთდება ზუსტად 1 საათში. 2025 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 12%-ით 580.1 მილიონ დოლარამდე შემცირდა. წლის პირველ ნახევარში FDI-ის სახით ქვეყანაში 763.7 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წლიურად 15.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. პლანირებურად პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში წამყვანი რეინვესტიციებია მეორე კვარტლის მდგომარეობით 580.1 მილიონი დოლარიდან 466.6 მილიონ დოლარს, ანუ 80.4% რეინვესტიციები წარმოადგენდა. სექტორების ჭრილში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობებში ჩაიდო, რამაც 327.2 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა უძრავი ქონების სექტორი 66.4 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე ენერგეტიკა 54.4 მილიონი დოლარით. ჯამში 3 უმსხვილესმა სექტორმა ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 77.2
0,2% მოიზიდა. FDI-ის ბოლო წლების დინამიკას სტუმართან ერთად შევაფასებთ. ZTN კონსალტინგის დამფუძნებელი ზვიად ცხვითარიძე შემოგვიერთდება 15 საათსა და 30 წუთზე. ენერგეტიკის სექტორი გასულ კვირაში ეკონომიკის მინისტრთან გამართულ შეხვედრას პოზიტიურად აფასებს. კერძო სექტორში გაკეთებული განცხადებებიდან ჩანს, რომ მარიამ ქვრივიშვილის უწყება მიდგომების გამკაცრებას აპირებს მემორანდუმებით მოვაჭრე კომპანიებისთვის, რომელიც სექტორში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად განიხილება. მოვედით ახალი გუნდი და დიდი პრობლემები დაგვხვდა, რომელსაც ახლა ვასწორებთ. ენერგეტიკოს მურმან მარგველაშვილის თქმით, ეს იყო ქვრივიშვილის გუნდის ძირითადი გზავნილი აღნიშნული შეხვედრიდან, სადაც გამოჩნდა, რომ მთავარი გამოწვევა დარგში კვლავ რჩება სტრატეგიის და სტრატეგიული ხედვის ნაკლებობა. რა აწუხებს დღეს ყველაზე მეტად ენერგეტიკის სექტორს და რა ხედვა აქვს ამ მიმართულებით მარიამ ქვრივიშვილს. გრედას ორგანიზებით გამართული შეხვედრის მთავარ აქცენტებს დღის განმავლობაში ანუკა ჯოხაძე წარმოგვიდგენს და ბიზნესის ხმასაც მოგვასმენინებს. ირაკლი კობახიძის თქმით, წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავლიანობა 250,000 ტონამდეა. აღსანიშნავია, რომ მთელი 2025 წლის ფარგლებში მოსავლის მართვის კომპანია სახელმწიფოსგან წელს 50 მილიონი ლარის სუბსიდიას მიიღებს. მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა, რომ მოსავლის მართვის კომპანია მიმდინარე სეზონზე 40-50,000 ტონა ყურძნის შესყიდვას და გადამუშავებას გეგმავს. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მევენახეობა მეღვინეობის განვითარების ჯამური თანხა 81 მილიონი ლარია, საიდანაც უმეტესი ნაწილი სწორედ რთველი სუბსიდიაზე დაიხარჯება. წელს სიახლეა ის, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით კახეთის რეგიონში ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ჭარბყურძენს სახელმწიფო საწარმო შეპესე მოსავლის მართვის კომპანია ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად ჩაიბარებს. კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს ლარნახევრად, ქაციფელს ლარ და 20 თეთრად, არაკონდიციური და დაზიანებული ყურძნის ჩასაბარებელი ფასი კი წელს 1 ლარია. ასეთი იყო ამბები ამ დროისთვის განახლებული ინფორმაციით. ზუსტად 1 საათში უბრუნდებით პირდაპირ ეთერში დროებით.